დაჩაგრული არის ასე რომ თქვა საზოგადოებაში ბევრმა არ იცის. რატი სურამელზე მინდა გიამბოთ, რა ჩვენ ვიმყოფებით სურამის ციხეში რა. რატი სურამელი იყო მამა ძალიან მაგარი პიროვნება რა. იგი მოღვაწეობდა გიორგი მესამეს დროს, თამარ მეფის დროს. ის იღებდა მონაწილეობას შამქორის ბრძოლაში, მარჯვენა ფლანგი მაგას ეჭირა, ბასიანის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. მეფის ერთგული იყო რა. საქართველოს ერთგული იყო, ისი რა დედის შვილი იყო. მისი დედა იყო ხოშაკ ცოქალი. აი ხოშაკ ცოქალი არის კრავაი ჯაყელთან ერთად რო გაუშვა მოსალაპარაკებლად ყუთლუასლანის დასთან თამარ მეფემ და დიპლომატიურად რომ მოაგვარეს. აი ესეთი დედის ესეთი შვილი არის რატი სურამელი და მე მინდა ყველა ქართველმა, ყველა სურამელმა იცოდეს რომ აი აქ მოღვაწეობდა რატი სურამელი რა. ესეთი ვაშკაცი კაცი იყო, ესეთი პატრიოტი თავისი ქვეყნის რა და ცოტა დაჩაგრული არის ასე რომ თქვა საზოგადოებაში ბევრმა არ იცის რა. დიდი ისტორია ქალციხესა და დიდი სტრატეგიული ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ აქედან ბორჯომში გადადის გზა, დასავლეთში გადადის და ისე წერტილას არის რომ აი გარშემო ხო ყველაფერს ხედავთ რა და ულამაზეს ხედავს დაინახავთ რა. მოგეწონა ალექს? ხო მაგარი ციხე არის. კიდე წავიდეთ ესეთი ციხეები ვნახოთ. ჩვენი წიგნებით ჩამოვიტანეთ, გავაპიარეთ, მოდი. იყიდეთ მეგობრებო. ქართველთა მეფეები და ლექსები, საბავშვო ლექსები მეფეებზე. ესეც ჩემი დაწერილი არის.